საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება. რამდენიმე წუთში ქვეყანა კითხვას მიიღებს, რომლის შევსებაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულოა. ლუქსემბურგშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილს კითხვას ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი პირადად გადასცემს. განსაზღვრულია დოკუმენტის შევსების ვადებიც. დეტალებს ქეთევან ქარდავა გაგვაცნობს ლუქსემბურგიდან. მოგესალმებით ლევანს, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სწორედ იმ დარბაზში საქართველოს და ევროკავშირის დროშების წინ, სადაც რამდენიმე წუთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში გადასცემს ისტორიულ დოკუმენტს. ეს დოკუმენტი არის ისტორიული იმის გამო, რომ არის კითხვარი, რომელზეც საქართველოს უნდა გასცეს პასუხები და ამ ანალიტიკურ ანგარიშზე იქნება დამოკიდებული საქართველოს როდის და რამდენად მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ დოკუმენტი ეს კითხვარი საქართველოსთვის და მოლდოვასთვის მომზადებული საქართველოს და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებამდე ადრე რამდენიმე წუთით ვნახეთ. თქვენ ახლა სწორედ ამ კითხვარის კადრებს ადევნებთ თვალს. 40 გვერდის 369 კითხვა. ეს არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე ოდესმე რომელიმე პარტნიორ სახელმწიფოს მიუღია. ჩვენ გუშინ იმედის კვირაში ვყვებოდით ამ სტატისტიკას, მინიმუმ იყო 2000 კითხვა ყველა ქვეყნისთვის, მაქსიმუმ 5000 საქართველოსთვის, მოლდოვასთვის და უკრაინისთვის არის 369 კითხვა, 40 გვერდი. როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს თვენახევარი იმისათვის, რომ გასცეს ამ კითხვებზე პასუხი, ვინაიდან საგარეო საქმეთა მინისტრებმაც დაადასტურეს დღეს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ კი კითხვაზე პასუხი იქნება ისეთი, როგორიც სურს ევროკომისიას, ანუ დამაკმაყოფილებელი, მაშინ საკითხის განხილვა მოხდეს ივნისში 3-ზე. სწორედ ეს არის მოლოდინი. საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს დაადასტურეს მზადყოფნა, რომ სამივე აპლიკანტ ქვეყანას დაეხმარონ ისინი ამ კითხვარის შევსებაში. ძირითადად ჩვენ რაც გადავავლეთ თვალი ამ დოკუმენტს არის, როგორც აღნიშნეთ, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, ანუ დემოკრატიის ინსტიტუტების, სტაბილურობა ინსტიტუტების, რათა გარანტირებული იყოს ქვეყანაში დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, უმცირესობის დაცვა, ცალკე არის ეკონომიკური კრიტერიუმები და ასევე ბოლოს თუ როგორ შეასრულებს ქვეყანა წევრობით ნაკის ვალდებულებებს. თემასთან დაკავშირებით ჩვენ დღეს დავუსვით კითხვები საგარეო საქმეთა მინისტრებსაც, ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მათი პასუხი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის ნაწილი გახდნენ. ყველა სახელმწიფო, რომლის მისწრაფებაცაა წევრობა და აკმაყოფილებს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს, ჩვენ მათ მივესალმებით ორგანიზაციაში. უკრაინამ უზარმაზარი სამუშაო შეასრულა, რომ დაერღვია ეს ბარიერი, რომელიც მანამდე სამა ქვეყანამ ვერ გადალახა. ეს უდიდეს ფასად, სისხლის ფასად დაუჯდა. ყოველდღიურად ამის გამო უკრაინაში ხალხი იხოცება. მიმაჩნია, რომ ეს დასაფასებელია. რაც გაკეთდა ამის მისაღწევად და ვიმედოვნებ პარტნიორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან შეუერთდებიან სანქციებს უკრაინის მხარდასაჭერად და შეუერთდებიან რუსეთის ქმედებების დაგმობას. პოლიტიკური განცხადებები, რაც შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო ევროპულ მისწრაფებებზე, უკვე გაკეთდა. ეს ნიშნავს, რომ ერთადერთი, რასაც უნდა ველოდოთ, კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაა. უკრაინი დაწყებული და მე ამას ვემხრობი. ამის გარდა არსებობს პროცედურები, რომლის დაცვაც აუცილებელია და საჭიროა. საკმაოდ ტექნიკური და ბიუროკრატიული პროცესია, რომლის გავლაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ აუცილებელია. ლიეტუვა მზად არის დასახმარებლად, გამოცდილებით თუ როგორ გავიარეთ ეს გზა. ლიეტუვა მზად არის ამ სახელმწიფოების მხარდასაჭერად. ჩვენ სამივე ქვეყნის გვერდით ვიქნებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიური პარტნიორობა გქონდეს დემოკრატიულ ევროპულ ქვეყნებთან. 1993 წელს ჩვენ დავამტკიცეთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ჩვენ გსურს დავეხმაროთ პარტნიორ მეზობელ ქვეყნებს ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში. ვიმუშავებთ მათთან მაქსიმალურად იმისათვის, რომ ამ სახელმწიფოების ევროპული ოცნება ახდეს. დანია ძალიან ბევრს აკეთებს იმ ქვეყნების მიზნების მიღწევაში, როგორიც საქართველო და მოლდოვა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები. გსურს უზრუნველყო
ვიყოთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა ეკუთვნოდეს ევროპის ქვეყნებს და ევროპულ დემოკრატიებს. ყველა მიცის, რომ თუ გსურს გახდე კანდიდატი ქვეყანა, უნდა შეასრულოთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რაც ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეისწავლოთ თქვენი დემოკრატიის, თქვენი კანონის უზენაესობის სისტემის, კორუფციის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკის ფუნქციონირების ყველა ასპექტი. ყველაფერი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დავეხმარებით მეზობლებს, გაუწევთ მათ პარტნიორობას და ისინი შეძლებენ ევროპისკენ სწრაფვის გაგრძელებას. ევროკავშირი აკეთებს ყველაფერს მშვიდობისთვის, დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობის მთელი ევროპის მასშტაბის დასაცავად. ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს იმ პროცესს, რომელიც ევროკომისიამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შემოგთავაზა. ევროკომისიამ გაითვალისწინა გეოპოლიტიკური ვითარება და წარმოადგენს წინადადებებს, რომლებსაც ყურადღებით გავეცნობით. ჩვენ წუთი-წუთზე ველოდებით შეხვედრის დაწყებას, როგორც უკვე გითხარით, ამ დარბაზში ევროკომისარი ვარჰეი უპანსპიძლებს საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცემს ევროკომისიის მიერ მომზადებულ კითხვარს, გაკეთდება სავარაუდოდ მოკლე განცხადებები და დაიწყება ორმხრივი შეხვედრა. საგარეო საქმეთა მინისტერიალი კი გრძელდება, დღეს უნდა იმსჯელონ დიპლომატებმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან შესაძლო მე-6 პაკეტზე სანქციების, რომელსაც ისინი დაუწესებენ რუსეთის ფედერაციას. ისტორიული დოკუმენტის გადაცემის პროცესს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა ლუქსემბურგიდან ქეთევან ქარდავა საუბრობდა.